ახლა მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი და დღეს ვნახავთ როგორ გაიუმჯობესეს ტექნიკური უნარები კურსის განმავლობაში და კონკრეტულად ეს ემსახურება ტექნიკურ აღმართზე ასვლას. აი სანამ შევბოგზდევდი. ზღვარია. კიუბის ველოსიპედები ყველაზე მაგარი. პირველი თოვლია წელს. გამარჯობა, მე ვარ გიორგი. მე ვარ ანა ჯაფარიძე. მე ვარ მიშა ფერაძე. გამარჯობა, მე ვარ მარიამი, ველოგამყოლის კურსის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან ბევრი რაღაცის გამოცდილება არ მქონდა, შესაბამისად ველოგამყოლის კურსი ძალიან დამეხმარებოდა იმისთვის, რომ მეც მეტი მცოდნოდა ველოსიპედებზე, რა თქმა უნდა ველოგამყოლზე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ რადგან გაქირავება მქონდა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიმეღო ველოსიპედებთან დაკავშირებით. კურსი დამეხმარა თუ არა, ძალიან დამეხმარა. აქამდე რაც ვისწავლე, ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო. თავისი მექანიკური ნაწილით რის სწავლა ძალიან მინდოდა და იმ სკილებით, რასაც ალბათ კურსის გარეშე არასდროს არ დავაკვირდებოდი და არასდროს არ გავივლიდი, რო არა ველოგამყოლის კურსი და ფიქრობ, რომ ძალიან ინფორმაციული იყო. ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი სკილები ჯერ გამეგორა როგორია და განმევითარებინა. კურსის განმავლობაში შევისწავლეთ ტექნიკური მხარე, როგორ დავასერვისოთ ჩვენი ველოსიპედი და ასევე თუ გამოვიდა მწყობრიდან ტურისტის ველოსიპედი. მიღებული ცოდნა საშუალოს მომცემს ვიყოფო თავდაჯერებული სტუმრებთან ურთიერთობისას და წარმართო ველო ტურები უფრო ხარისხიანად. ჩემთვის ყველაზე რთული იყო ცალი ხელით ბალანსის შენარჩუნება ველოზე. ანუ დაღმართში გაჩერება ისე რომ ერთი ხელით სხვა რაღაცის გაკეთება შეძლო. ეს იყო საკმაოდ რთული და რა ვიცი, იმედი მაქვს საბოლოოდ მივაღწევ იმ შედეგს, რომელიც მინდა რომ მქონდეს ამ კუთხით. იმიტომ რომ ბალანსის თემა უმნიშვნელოვანესია ველოზე, ძალიან ბევრ სიტუაციაში შეიძლება იმართლა გადამრჩენიც კი აღმოჩნდეს. ვისწავლეთ ისეთი ტექნიკები, რაც უშუალოდ გიდობასთან არის დაკავშირებული, ანუ როგორ მართო მთლიანად ტური, როგორ დაგეგმო, როგორ გაუკლავდე სხვადასხვა რთულ სიტუაციას, სხვადასხვა ტურისტს და ასე შემდეგ. იყო ძალიან ინტენსიური, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაჯერებული. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კურსით. იმედი მაქვს, კარგი ველოგამყოლი გავხდე. Idi kutsa. Idi. Egari. Ekso ge. ველოგამყოლის კურსი ემსახურება საქართველოში ველოგიდების გადამზადებას, რომლებიც მიიღებენ სერტიფიცირებას და გაივლიან ჩვენ კურსს და ამ კურსის ფარგლებში ისწავლიან, როგორ წაიყვანონ ტურისტები მთაში, რთულ პირობებსაც გაატარებენ და ადულტურებსაც წაუძღვებიან. ამ მომენტში ვართ ახლა სვანეთში, გავდივართ კურსს, ვსწავლობთ რთულ რელიეფზე გადაადგილებას, ამითთან მიმართებაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ დავგეგმოთ ტური და საბოლოო ჯამში ეს სამკვირიანი კურსი, რომელიც თეორიისგან შედგება და ბოლო 1 კვირა გავდივართ ინტენსიურ ფიზიკურ მომზადებას, საველე გასვლას, შეკრავს ამ კურსს და საბოლოო ჯამში ეს ადამიანები მიიღებენ გამოსვლის მერე სერტიფიკატს. მე ვასწავლი ველოსიპედების ნაირსახეობებს და ასევე პრაქტიკულ უნარებს. მაგალითად დამუხრუჭება, აღმართები, რთული მონაკვეთების დაძლევა და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კურსები, რაც პროფესიონალი გიდების გადამზადებას ემსახურება, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პირველ რიგში რელიეფიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გვაქვს შესანიშნავი ველოგზები,
ცად და ბარად. გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. და ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ მაღალკვალიფიციური გამყოლები გვყავდეს მომავალში. გაუცვალისწინებელი და წარმოუდგენელი შემთხვევები, სადაც არ ვიცი თქვენმა ინტუიციამ, ყოჩაღობამ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა და გამოგაძვნოთ სიტუაციიდან. წვიმს მესტიაში არის სილამაზე, თუმცა საკმაოდ ცივა. ვაგრძელებთ ჩვენს მეცადინეობებს. და დღეს რაზეც ვარჯიშობენ მოსწავლეები, ეს არის სიჩქარეების სწორად გადართვა, ისე რომ ჯაჭვი არ დააზიანონ და სისტემა არ დააზიანონ და გადამცველი. და შემდეგი უკვე იქნება დაბრკოლებების გადალახვა. თუმცა ეხლა აღმართზე იჩეთერეს და მანამდე რთავდნენ სიჩქარეებს და ამარტივდნენ და აღმართზე მარტივად ადიოდნენ და ეხლა დავსაჯეთ. ეხლა რთულ სიჩქარეში აქვთ სიჩქარეები და აღმართში უნდა გადართონ და ვნახოთ ვინ გაწყვეტავს ჯაჭვს. ხო, სწორად გადართვის შემთხვევაში არ უნდა დაზიანდეს სისტემა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ველოტურისას, სწორედ ამიტომ სწავლობენ და ეხლა გაჩვენებთ როგორ დგანან წვიმაში, მაგრამ ჩვენ წვიმაში ვდგავართ. ქოლგაგუნდა. კარგი იქნებოდა. დავრწმუნდეთ, სტემი არ არის მოშვებული. თუ სტემი მოშვებულია, საჭე დაიწყებს აქეთ-იქით ტრიალს. შემდგომ ვუჭერთ წინა მუხრუჭს და ვამოძრავებთ ველოსიპედის ყელს წინ და უკან. ამისთვის ვწმუნდებით, რომ მოძრაობა ამ საკისარში არ აქვს. ესეც აუცილებელი ფაქტორია უსაფრთხოებისთვის. ეს გიდისნაირადან გიძე უკეთესადაც უნდა იცოდეს გზა. იმიტომ რომ ჩამკეტმა შეიძლება დაუღამდეს, რაღაც ამინდი გაუარესდეს და რომელიმე ჩამორჩენილი ტურისტი მან უნდა ჩამორჩენილ ტურისტზე მან უნდა იყოს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიმზადებით ბოროტული გასვლისთვის ამინდის გამოშვება გაგვიმართოს და არც იცვლის. ბოროტული რატო? აღმართებდა ტალახი. ესეთი ამინდია, მშვენიერი, სავარჯიშოდ, რა სიტყოდი ნიკა? ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. ავიღე ვაშლი, ჩავაგდე. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. წავედი. I like to move it, move it. I like to move it, move it. I like to move it, move it. You like to move it, move it, move it, move it. თქვენ ამბობთ უკან, მაგრამ წინ ხტებით. 1 2 3 უკან.